მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ახალი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით საკომიტეტო განხილვები დაიწყო პარლამენტმა. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემდეგაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეგრძელოთ. და გათვალისწინებული ასევე სხვა შეზღუდვებით. ინიციატივა 4 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და მისი განხილვა იურიდიულ საქმეთა კომიტეტში ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს. პარალელურად შესაბამის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. მნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შედის დღეს კანონმდებლობაში და რომლის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე. ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და მოცილება იმ კრიმინალით მოსილი ადამიანებისა, რომლებმაც არაერთგზის დაამტკიცეს უკვე საკუთარი რადიკალიზმი და კრიმინალური ბუნება. დღესვე დეპუტატები მმართველი გუნდის კიდევ ერთ ინიციატივას განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებზე მსჯელობა ბიუროს ხდომაზე იქნება. სიახლის მიხედვით მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელი გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში და ის 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღიან პიროტექნიკა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე დადასტურდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი შეზღუდვები, განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია. ეს გამკაცრება ვითომ იმიტომ რომ ჯარიმები არ აშინებს პროტესტის მონაწილეებს უბრალოდ არაფერს შუაში არის მიმდინარე ამ საპროტესტო აქციასთან, არამედ უფრო იმისთვის არის რომ ხალხს ზოგადად შეეშინდეთ აქციებზე გამოსვლა, იმიტომ რომ ვიღაცა იფიქრებს რომ ჩვენ რო აქციაზე გამოვიდით, ამიტომ დაგვაჯარიმებენ, ამიტომ დაგვიჭერენ და მომავალი აქციების, ასე ვთქვათ, პრევენციას უფრო ემსახურება, ვიდრე ის რომ ეხლა რუსთაველს ვიღაცა კეტავს. თუ ადამიანებს ექნება სურვილი რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ და აი გამოხატონ ტროტუარზე, თუ ბევრი იქნებიან შესაძლებად რა თქმა უნდა რომ გზაზე გადავიდნენ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის თუ არ იქნებიან, მაშინ მათ მოუწევთ რომ ააგონ კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხი. თბილისში მყოფი ეუთოს თავმჯდომარე გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მოგვიანებით მან სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მმართველი გუნდი ევროპელ დიპლომატს ურჩევს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ობიექტური შეფასება მისცეს. თბილისში ვარ პარლამენტის შენობის წინ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. აქ ბევრი ხალხი მოდის უჭირავთ საკუთარი დროშები, ევროკავშირის, ნატოს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშაც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დროშაა. ამის მიზეზია შეშფოთება იმ მიმართულებით, რომელიც ამ ქვეყანამ აირჩია, რომელიც ჩორდება საბაზისო თავისუფლებებს, რაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით იწყება. საჭიროც არაა იმის თქმა, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და აქ იმისთვის ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. არათუ ეუთოს დროებითი თავმჯდომარე ახლა გარკვეული ვადით 6 თუ 5 საგარეო საქმეთა მინისტრი იყო აქ მიტინგზე რა გამოუვიდათ რამე არც მომავალში გამოუვათ. იმიტომ რომ სად არის მათი მთავარი შეცდომა. როდესაც შენ რუსთაველის გამზირზე ხედავ 200 კაცს და არ ხედავ 1,100,000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც ერთი კვირის წინ ხელისუფლებას აძლევს ხმას და მხარს უჭერს, არაფერი კარგი აქედან არ გამოგივა. გააგრძელონ ამ შეცდომების დაშონა. ჩვენ დაუჯერებთ ჩვენ 1,100,000 მოქალაქეს. მას დაუჯერონ 200 კაცს რუსთაველის გამზირზე. ფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მისვლა რადიკალებთან და მათთან რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, თანაგრძნობის გამოცხადება, ეს არის ყოველად მიუღებელი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ მას ურჩევდი რომ ნახოს 4 ოქტომბრის კადრები, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე რადიკალებმა მიიტანეს შტურმი იერიში და თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ევროპის სახელმწიფოს დედაქალაქში, ევროპის სახელმწიფოს რომელიმე პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმი არ იგმობა მათი მხრიდან და დამგმობ განცხადებას არ აკეთებენ, გასაგები იქნება, მაგრამ ჯერ ნახოს ეს კადრები, თუ როგორ ძალებთან გვაქვს საქმე.
და ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მიზეზად კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა და ცრუ განცხადებების გაკეთება დასახელდა. ორმაგი სტანდარტების დემოკრატია, საქართველოს როგორც დასავლური თვალთმაქცობის ასპარეზი. ამ სახელწოდებით სტატიას ხორვატიული გამოცემა ეპოხა ავრცელებს. სტატიაში წერია, რომ საქართველოში პროდასავლური ჯგუფები პატრიოტი მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა 2021 წელს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის წინ გამართული საპროტესტო აქციებისგან, ბრაზილიაში ან რაიხსტაგის წინ გამართული საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, ახლა ამის დაგმობა არ ხდება. როგორც კი თბილისში მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, ქუჩები დაიწვა და პრეზიდენტის სასახლეს თავს დაესხნენ დასავლური რედაქციები, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაზე საუბრობდნენ. როდესაც ხალხი ევროკავშირის, ნატოს ან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მხარდასაჭერად გამოდის, ეს მოულოდნელად კეთილშობილურ საქმედ იქცევა. იგივე ჟურნალისტები, რომლებიც ვაშინგტონში შიდა ტერორიზმზე საუბრობდნენ, ტაშს უკრავდნენ, როდესაც საქართველოში მთავრობის შენობებს შტურმით ესხმიან თავს. სტანდარტები იცვლება ევროკავშირის დროშის აღმართვისთანავე, წერია სტატიაში. გამოცემა აღნიშნავს ასევე, რომ საქართველო წლების განმავლობაში რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ბურთი იყო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნებისთვის. ბრიუსელს და ვაშინგტონს სურთ ქვეყანა თავიანთი გავლენის სფეროში მოაქციონდა, როდესაც არჩეული მთავრობა შესაბამისად არ მოქმედებს, აქტიურდება სამოქალაქო საზოგადოება. ეს ჯგუფები, რომელთა უკან ხშირად იმალებიან საზღვარგარეთიდან და დასავლური ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ არეულობას დემოკრატიულ განახლებად ფუთავენ, აღნიშნულია ტექსტში. სტატიის ავტორი წერს, რომ იგივე მოხდა უკრაინაში, სერბეთში, ლიბიაში და ახლა იგივე სქემა მეორდება საქართველოში. სცენარი ყოველთვის ერთი და იგივეა და დასავლეთი თავს ნეიტრალურ დამკვირვებლად ასაღებს, მაშინ როცა მისი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, მედია ქსელები, დაზვერვის აგენტები და დიპლომატები დიდი ხანია ღრმად არიან ჩართულნი პროცესებში, აღნიშნულია ტექსტში. ხოლო ყველას, ვინც დასავლურ ნარატივს არ ეთანხმება, მაშინვე პრორუსულს უწოდებენ. ამიაფასიანმა იარლიყმა ახლა ყველა პოლიტიკური დებატი ჩაანაცვლა. საქართველოს მთავრობას გარკვეული დამოუკიდებლობის, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ბალანსის შენარჩუნება სურდა. ეს კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ისინი მტრად გამოეცხადებიდათ. ამიტომ ქუჩაში მყოფები, რომლებიც სამთავრობო შენობებს წვავენ და უსაფრთხოების ძალებს ესხმიან თავს, ახლა გმირებად არიან წარმოჩენილნი. მსგავს ქმედებებზე დასავლეთში საშინელი კომენტარი გაკეთდებოდა, თუ ეს ფაქტები საკუთარი პარლამენტის წინ მოხდებოდა, წერია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ დასავლეთს ისეთი ქვეყნები, როგორც საქართველო სჭირდება, როგორც ბუფერული ზონა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი. ამისთვის დასავლური მედია პროპაგანდის გამაძლიერებლის როლს ასრულებს. ავტორი მიიჩნევს, რომ თვალთმაქცობა, რომლითაც დასავლელი პოლიტიკოსები ახლა სოლიდარობას გამოხატავენ ქართველი დემოკრატების მიმართ საშიშია. რადგან საბოლოოდ საქართველოს ხალხი გადაიხდის ფასს, რადგან ქალაქები იწვის, ინსტიტუტები ნადგურდება და ქვეყნის მომავალი იყიდება იმ დასავლური ღირებულებების სახელით, რომლებიც დიდი ხანია მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების საფარს წარმოადგენენ, აღნიშნულია სტატიაში. ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურამ დაკავებულებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალი გუშინ წარადგინათ. სოსის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას. იარაღთან ერთად ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. წარდგენილ ბრალს არც ერთი დაკავებული არ ეთანხმება. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება დღეს თამარ ჩერგოლეიშვილი. ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს სამოქალაქო სასამართლოში პირველის ნახევრისთვის ელოდებიან. დაბარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით მისავე განცხადებას უნდა უკავშირდებოდეს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განეხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც. თელ-ავივი ჰამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გაეროსთვის მიწევდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველა მძევლის ცხედარი დაბრუნებული ამ დრომდე არ არის, რის გამოც ის ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას ანახევრებს. ამ განცხადებიდან მალევე ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელელი 4 მძევლის ცხედარი წითელ ჯვარს გადასცა.
ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. საერთო ჯამში ჰამასმა ისრაელს 20 ცოცხალი და 8 გარდაცვლილი მძევალი დაუბრუნა. თუმცა შეთანხმების მიხედვით ცხედარი 28 უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ჰამას განიარაღებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ დაჯგუფება იარაღის დაყრის პროცესს თავად არ დაიწყებს, ამას მას ამერიკა აიძულებს. წრემსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა პოლიციამ ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მასშტაბური გაფიცვა და აქციები ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში ქვეყნის პრემიერის ინიციატივას უკავშირდება, რომელიც საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში აქციაზე დემონსტრანტები კვამლის ყუმბარებს ისროდნენ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. გაფიცულთა შორის არიან აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც, რის გამოც ბრიუსელში ყველა ავიარეისი გაუქმდა. შეტაკებები იყო მთელი ღამის განმავლობაში ძალოვანებსა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის იტალიის ქალაქ უდინეში. პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ სამართალდამცველებს ფერვერკები და სხვადასხვა საგნები ესროლა. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 20 დემონსტრანტი. პროტესტი იტალიისა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პარალელურად გაიმართა. ტრამპი ესპანეთის მთავრობას აკრიტიკებს და ემუქრება მიზეზი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე მადრიდის უარია. ამერიკის პრეზიდენტი ამ ქმედებას ნატოს მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს და ესპანეთის წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების ამოქმედებისთვის ემზადება. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ისინი უნდა დაისაჯონ, განაცხადა ტრამპმა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ესპანეთი ნატოდან უნდა გააგდონ. თავისუფლების საპრეზიდენტო მედლი დააჯილდოვა დონალდ ტრამპმა მოკლული კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი. თეთრსახში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კირკს საოცარი ადამიანი უწოდა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ გაკეთებული დამცინავი კომენტარების გამო 6 უცხოელს ვიზა გააუქმა. და კვლავ საქართველო რაჭა ალეჩხუმ ქვემო სვანეთში სატყეუბნების ადმინისტრაციებს ახალი შენობები აქვთ. ონშიც, აგერსა და ლენტეხში მშენებლობა უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე შენობა მზად იქნება ამბროლაურშიც. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას გაამარტივებს. მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში აშენდა ადმინისტრაციული შენობები, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას. ანსამბლ რუსთავის კონცერტი დასრულდა რუსთავ ქალაქობა 2025 საღამო ანზორ ერქობაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. დღესასწაული ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო გასართობი პროგრამები ყველა თაობის ადამიანისთვის. საოცარი განწყობა იყო მთელი დღის განმავლობაში რუსთავის მთავარ მოედანზე. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს, სვეტიცხოვლობას, ულოცავ რუსთაველებს, რუსთავ ქალაქობას. ანსამბლი რუსთავის მთავარი ღონისძიება სიმბოლურია დღეს. ანსამბლი რუსთავი ამ დღევანდელი დღით კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება რუსთავში. დავგეგმეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები. ანსამბლი რუსთავი ქალაქ რუსთავში დაარსებს ფილიალს, სადაც ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია, ასევე საკრავიერი ნიმუშები, განსაკუთრებით უნდა მოვიწვიოთ ზრდასრულები. ეს არის ქალაქი დიდი ისტორიით, აი ამ მოედანზე ეს ძალიან ლამაზად გაცოცხლდა ამ შესანიშნავი კონცერტით და რაც ყველაზე მთავარია იმ განწყობით, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ სცენაზე და რა თქმა უნდა მაყურებელი იძლევა საუკეთესო მუხტს იმისა, ისეც როგორიც რუსთავს ეკუთვნის. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად.